მეწავალ იმ ჭაობში და ჩამოვიდა ამ ჭაობში ფოჩი. მაგრამ თავის ირგვლივ მან შემოიკრიბა იმ დროისათვის მთელი საქართველოს თურმე ტექნიკური ესეთი მეცნიერული განვითარების ნაწილი იყო ინტელიგენცია, თავის ირგვლივ ესეთი ხალხი შემოიკრიბა. და დღეს რომ უკვირთ ხოლმე აი ფოთელებიო სხვანაირები ხართო რაღაცაო არა ხართო ესეთები აი კუთხური და რა მართლა არა ვარ ჩვენ კუთხური. გამიგეთ? იმიტომ რომ ყველა კუთხიდან საქართველოს ყველა კუთხიდან ნაღები ინტელიგენცია შეიკრიბა და შეკრიბა და ფოთის საზოგადოება ჩამოაყალიბა ნიკო ნიკოლაძე. აქედან მოდის ეს ფოთელობა, რომ აი ფოთელები კარგია, თავისით არ მოსულა ეს. ეს პიროვნებამ შექმნა ესეც. და სამწუხაროდ ამ 70 წლის განმავლობაში ისე განვითარდა კონცეფცია ამ ქალაქის არა იმ გეგმით, რაც ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს ჩაფიქრებული, სულ სხვანაირად განვითარდა. და ამან განაპირობა ის რომ სამწუხაროდ ჩვენ არა რომ განვავითარეთ ეს კონცეფცია ნიკო ნიკოლაძესი, არამედ ბევრ საკითხებში გადაუხვიეთ და დღეს აი ფოთი ხედავთ როგორია, ფაქტიურად ჩამორჩენილი ქალაქია. არც ქალაქია და არც სოფელი. ფოთის ყოფილი მერი და მაჟორიტარი დეპუტატი რომან მელია მეცხრე ტალღის Facebook გვერდზე მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს. სიუჟეტს, სადაც რომან მელია აგრარულ ბაზარში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ გაზეთებს არიგებს, დიდი გამოხმაურება მოყვა. ის კომენტარებში გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ფოთის განვითარებაში მას დიდი ღვაწლი მიუძღვის. რომან მელიამ შესაბამისი ვიდეო მასალაც წარმოადგინა. მე არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ ისეთი უმსგავსება დაიწერა ამ Facebook-ზე ჩემს მისამართით, რომ მე თურმე ჩემი მერობის პერიოდში, დეპუტატობის პერიოდში არაფერი გამიკეთებია ქალაქისათვის. ტოლვილებს კიდე თურმე არ დავხმარებულ ვარ, გემი არ მიმიღია ახლა და ამიტომ ეს უსამართლობა მინდა პასუხი გავცე არა მარტო იმათ, ვინც ამას წერს, არას. ხემაც იცოდეს, რომ რები აქ რომან მელიას გაკეთებული და რატოა დღეს რომან მელია რომ იბრძვის იმისათვის რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს. ორი სიტყვით მინდა ყველას შევახსენო. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემ თაობას მე 77 წელს თბილისიდან უკვე საკმაოდ გამოცდილი ინჟინერი ვიყავი, გადმომიყვანეს, სადაც მე ჩემი პროექტით ავაშენე პურის ქარხანა. ეს იყო უნიკალური პურის ქარხანა, ასეთი ქარხანა საქართველოში არ იყო, საქართველოში კი არა, ყოფილ რუსეთშიაც არ იყო, საბჭოთა კავშირში. და ეს ალბათ ბევრს ახსოვს. სამწუხაროა ის, რომ რას გავს დღეს ის დანგრეული და რაღაცა რო არის. ამის შემდეგ მე გადამიყვანეს სუფთა ტრიალ მინდორზე, ეს იყო სადაც არის ახლა ტერმინალები, იქ იყო ორი ვაგონი და იქ იყო ჭაობიანი ადგილი და იქ გადამიყვანეს დირექტორად. აი ამ კონცენტრატების საამქრო მერე გახდა ჩაის კომბინატი. ისი ჩემი პროექტით აშენდა თავიდან ბოლომდე და ეს კიდე მოზვინვა და ყველაფერი მე ვიყავი ამის ინიციატორი. სადაც მე მუშაობდი. მე არსად არ მიმუშავია ისეთ ადგილას ხვის გამზადებულზე აშენებულზე. მე სულ ვაშენებდი. რაც ფოჩი ჩამოვედი იმის მერე. და ჩაის კომბინატში რომ მუშაობდი იმ პერიოდში, მოვახერხე ის, რომ ისევ ჭაობიან ადგილას, მალთაყვაში, ყველას ალბათ ახსოვს რა ადგილი იყო, იმდენი გავაკეთე, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მივიყვანე და თელ ფოთს მაშინ ახსოვს კი არ, თელ საქართველოს 21 ქვეყანა იყო ჩამოსული და ევროპის ჩემპიონატი ჩატარა და წყალსათხილამურო სპორტში. მაგრამ ეს არა იყო მარტო სპორტული ღონისძიება, ეს იყო პოლიტიკური ღონისძიება. საქართველოს არავინ არ იცნობდა იმ პერიოდში და ამიტომ ამსახურდიას გამოსვლა ამ ჩემპიონატის გახსნაზე ამას სატელიტური ტელევიზიით მთელი მსოფლიო უსმენდა. და ამის გარდა ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით 60 მილიონი რუსული რუბლი იყო გამოყოფილი. ცენტრალიზებული კაპდაბანდები. ამ ცენტრალიზებული კაპდაბანდებიდან თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ 70 კაპიკი იყო $1. ეს დაახლოებით 1.80 მილიონი დოლარის სამუშაო. ეხლა დღეს რო წარმოიდგინოთ თქვენ რომ აი ფოთს დაახარჯონ 80 მილიონი დოლარის სამუშაოები რო ჩატარდეს. როდესაც დღეს 15 მილიონი ლარი არის ბიუჯეტი თელი
ქალაქის. მე მადანაშაულებენ Facebook-ით კიდე რომ ბიუჯეტი შეჭამაო. რა უნდა შემეჭამა? მე ბიუჯეტი არ არსებობდა. მე ნიკო ნიკოლაძეს კონცეფციიდან ვიბრძოდი ამისათვის და შევქმნი ფონდი. რათა გადამერჩინა ფოთი შიმშილისაგან ფული არსად არ იყო, ბიუჯეტი არ არსებობდა ჩემ დროს. ეს ამას გეუბნებით 93-14 წელი მერე იყო უკვე ჩემს მერე რო გაჩნდა ბიუჯეტი და ასე შემდეგ. რაც ეხება ტოლვილი რო ამბობს რომ არ მიგვიღო ჩვენო იქით გაგვიშვაო და თითქოს მე ტოლვილებს არ ვეხმარებოდი და არ ვაკეთებდი. ბევრი ტოლვილი გაიხსენებს ალბათ. ის გემი რუსეთის გემა ტოლვილები რო შემოიყვანა ფოჩი ეს ჩემი ინიციატივით იყო. საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეთ რუსეთის ხელმძღვანელობას, მაშინ გემის ხელმძღვანელობას, რომ ტოლვილები სოხუმიდან გამოიყვანა. ეხლა ვინც მე ამას მოისმენს და ახსოვთ რომ როგორ შემოვიდნენ აქ როგორ დავაბინავეთ, რები გავაკეთეთ, გადავარჩინეთ და მეორე რეისზე გავუშვით ჩვენ ეს გემი და კიდე გადაუხადეთ ფული. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მიასწრო და მე ჭუბერიც წავიდა დანარჩენები, დარჩენილები ვინც იყო სოხუმში. ეს მე ტოლვილების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან დიდი ღვაწლი მიმიღვის ამ საქმეში და ამის გარდა ისიც მინდა მე ყველა შევახსენო, რომ მე რიგითი მაშინ ომი და დაპირისპირება და ყველაფერი მე ჩემი ბატალიონი მყავდა და ჩემ ბატალიონთან ერთად ვიბრძოდი აფხაზეთში ჩემ 17 წლის შვილთან ერთად. გაიხსენონ, აბა ვინც არ იცის ეს ბევრს მოუწოდებდი მე ფოთელებს გამომყევით მეთქი. არავინ ბევრმა არ მოიკლა თავი ამაზე და დღეს ესე იგი ჭკუას აქეთ მასწავლიან. მე მაშინ როცა მერი ვიყავი, მაშინ დავიწყე ნიკო ნიკოლაძის კონცეფციით. ამ ქალაქის განვითარება, ანუ განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიეღო ამ ქალაქს და მოლაპარაკებულიც ვიყავი შევარდნაძესთან. მაგრამ სამწუხაროდ ისევ ზოგიერთი ვაიფოთელის დახმარები, რომლებიც ჩაერიან ანონიმური წერილების წერა დაიწყეს. და მე ესე იგი ისე მოხდა, რომ ფოთი ფედერალურ ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო და აღმოჩნდა იმ ადმინისტრაციულ დაყოფის დროს გაექვემდებარა ზუგდიდ. იმ პროგრამებით მაშინ მე ახალ საზოგადოებას ვქმნიდი, ბავშვებს ვუშვებდი ამერიკაში, გერმანიაში, ინგლისში. 178 ბავშვი მყავს გაშვებული. იმ პერიოდში სამედიცინო დარგში მედიკები მყავს. რაც მოვასარი, რამოდენიმე მედიკი იყო წასული ამერიკაში და ვცდილობდი, რომ ეს სამამტყოფო იქნებოდა ამერიკულ-ქართული სამამტყოფო. დღეს რომ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გაგიკეთებენ და გინდა აგერ სამშობიარო სახლი საერთოდ ვერ ფუნქციონირებს, სამამტყოფო კიდე ასეთ მდგომარეობაშია და სადიო სენაკში, ზუგდიდში და ქუთაისში დაღავთ ხალხი. ეს ჩემს მერე რომ მე გადამაყენა შევარდნაძემ და ვინც მოვიდა ჩემს მერე, იმან ყველაფერი ეს პროგრამები მოშალა. ეს მე მინდა ფოთლებს გავახსენო. ფოთში სიკეთეს მეტი არაფერი არ მითესია და ყოველთვის ვიბრძოდი რომ ამას მიეღო სტატუსი. განსხვავებული სტატუსი არსებობს ასეთი საშუალებები თუ სახელმწიფოს უნდა ამა თუ იმ ადგილას რაღაცა განავითაროს, ის დროებით კანონს ღებულობს, რათა მოიზიდოს ინვესტორები. მე ჩამეშალა ეს მცდელობები და დღეს რეალურად ამის საშუალება სალომეს აქვს, ზურაბიშვილს, რათა ის ნიკო ნიკოლაძეს შვილთა შვილია. და ჩემთან აქ ნასაუბრები და თელი გულის ტკივილით რომ ფოთის შემორჩენილობა და არაერთხელ ჩემთვის უთქვია სათავა რომ ყველაფერი გავაკეთო დავეხმარო ამ ქალაქს და როგორ შეიძლება ეხლა ფოთელები რომ უარს ამბობენ ამ ქალბატონზე კიდე მეც გეტყვით ამ პარტიულ კუთვნილებას თავი უნდა დავანებოთ. მე არავის ნაკლები ის არა ვარ 46 ნომერი ვარ, როცა ყალიბდებოდა ნაციონალური მოძრაობა. დღესაც ნიკა მელიარო არის, ბაბუამისი და მამაჩემი ბიძაშვილები იყვნენ.
და თვითონ ვაშაძეს გიორგის მე ვიცნობ ძალიან კარგად და კაი ურთიერთობა მაქვს მასთან. მაგრამ მე გადავდე ეს ნათესაობრივი და გინდა მეგობრული და რაღაცა. უნდა გამორიცხო. პარტიები ბევრია. შენი ქვეყანა ერთია და შენი ქალაქი ერთია. ამისათვის შენ ყველაფერი უნდა გააკეთო. რომ იბრძოლო თუ ხარ შენ მართლა პიროვნება. და რა მარტო შენთვის ფიქრობ და შენ სანათესაობრივისთვის და ვიღაცისთვის თუ შენ ფიქრობ შენი ქალაქის განვითარება თუ ხარ პოლიტიკოსი და ხარ ამაში ჩართული ლიდერი პიროვნება ხარ ეგ შენ მარტო შენ თავზე არ უნდა იფიქრო ამას აკეთებდა რომან მელია და დღეს რო ბევრს რო გონია მე რო ისავარ და რაღაცა აი არაფერი არა ვარ შვილო ხედავ ეგერ დანგრეული მანქანით დავდივარ და იმითა და ამით მაგრამ ვიბძვი იმისათვის რომ სალომემ გაიმარჯვოს და არის შანსი რომ ფოთი განვითარდეს და თუ ფოთი განვითარდება მაშინ ყველა ფეხზე დადგება ყველა ოჯახი ყველა სიკეთე მოვა სიხარული მოვა და ხო вообще ხმამიეცით სალომე ზურაბიშვილს დამიჯერეთ რასაც გეუნებოდით ყოველთვის სიმართლეს გეუნებოდით და ეხლა ვიმეორებ ეს არის სიმართლე და არ დავკარგოთ ეს შანსი ფოთელებო დამიჯერეთ